ესე იგი, ეს რომ არ გამეზიარებინა, არ ვიცი, ნუ აი კაცი აღარ ვიქნებოდი, მოვკვდებოდი რა. ეს არის ხიხო ტესტი, რომელიც შედგენილი არის, ნუ კოლაბორაციით. მხოლოდ მე არ მეკუთვნის, ყოველ შემთხვევაში აქედან ყველა კითხვა. გონი 2020-ში, ან ყველაზე დიდი 2021 წელს. და ეს ემსახურებოდა ხიხო ტესტს. ანუ როგორ დაადგინო ადამიანი ხიხოა თუ არა. იუმორის ელემენტიც არის აქ, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ აი რეალობაც არის რა, რომელსაც ვერ გავექცევით. და პირველი კითხვა, როდესაც იღვიძებ? და ორი ვარიანტია, ეგრევე ვდგები, შანსი არაა 30 წუთი ავდგე. დააფიქსირე შენი ის ტვინში ოღონდ. ესე იგი, შენ თუ თქვი რომ ეგრევე ვდგები, ნუ აი ხიხო ხარ. მანდ არ არის რა 200, იმიტომ რომ რატო დგები ეგრევე თუ არ ვიცი, თოხი არ გელოდება და მიწა ხო და სამუშაოებელი. სად გეჩქარება ეგრევე რო დგები? რა გელოდება, ძროხა გელოდება ხო რომ მოწველო? გელოდება. შემდეგ, მარტო დადიხარ ქალაქის ქუჩებში და ხშირად, აი თბილისში მაგალითად, მარტო დადიხარ და ხშირად. თუ სიმართლეა ეს თუ ტყუილი, დააფიქსირე. თუ ეს სიმართლეა, ხიხო ხარ, იმიტომ რომ რა გექალაქში მარტო სიარულება. თბილისში მით უმეტეს, ხო? თბილისში მარტო რატო დადიხარ თუ სოფლელი არ ხარ, ხო? თუ ტყუილია, მაშინ არ ხარ ხიხო. კაი, შემდეგი. როდესაც ვიძინებ წყლის ბოთლი მიდგას საწოლთან. ნუ ამაზე დავა შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ გიდგას ბოთლი მუდმივად ქრონიკულად საწოლთან, ნუ ხიხო ხარ, დიდი ალბათობით. და ასევე ხილი. აი ეგ არის, ეგ კილერი არის რა, ნუ ვაშლი ატამიან რამე ეგეთი თუ საწოლთან გიდევს, ოდესმე პრინციპში, ნუ ხიხო ხარ, მანდ უკვე არ არის რა 200. შემდეგი, კეტებს რამდენად ხშირად წმენდ გასulis წინ. ყოველთვის ძალიან იშვიათად. თუ ყოველთვის წმენდ, ხიხო ხარ. თუ ძალიან იშვიათად არა. შემდეგ, უცებ ძაღლი გამოვარდა, როგორ იქცევი? პირველი ვარიანტი, ეგრევე ვაშინებ რომ გამერიდოს. მეორე, ვარკვევ პატრონი თუ ყავს. სიარულს ვაგრძელებ. ან სიარულს ვაგრძელებ. რომელი არის შენი ვარიანტი? ეგრევე ვაშინებ რომ გამერიდოს, თუ ვარკვევ პატრონი თუ ყავს, ან სიარულს ვაგრძელებ. ეხლა ნახე, თუ სოფლელი ხარ აშინებ. რომ გაგერიდოს ძაღლი. რაღაცა იმაში ვარდები სპაზმებში, რაღაც ხიხო სპაზმებში. მაგრამ თუ ქალაქელი ადამიანი ხარ, უნდა გაარკვიო ჯერ იმ ძაღლს პატრონი ყავს? ვინ არის ის პატრონი? იცნობ? ახლობელია? შარიანია, ვინმე ჩინოვნიკის შვილის ძაღლია? ანუ უბრალოდ აგრძელებ, ეს არის ქალაქური მიდგომა. შემდეგ ეს უკვე ძალიან ცხადი არის, ბრეტელებიან მაისურ სიცვამ დაძინების დროს, კი, არასდროს. თუ აქ პასუხი არის კი, ხიხო ხარ. თუ არასდროს არ ხარ ხიხო, გილოცავ. შემდეგ, დამშვიდობებისას ეგრევე მივდივარ, თუ 1-2 წუთი ვუგრძელებ საუბარს კიდე. თუ ეგრევე მიდიხარ, ხიხო ხარ. ხეპრე ხიხო. უცერემონიო ხეპრე ხიხო. იმიტომ რომ დამშვიდობებისას 2 წუთი უნდა გაჭიმო რა, ხო ხდები? 1-2 წუთი კიდე და მერე წახვიდე. დამშვიდობების. მერე 2 წუთი და მერე მიდიხარ. ეს ყველა მიცის რა, ვინც ხიხო არ არის. შემდეგ რას ანიჭებ უპირატესობას ტანსაცმლის ყიდვისას? კომფორტს თუ ვიდს? დააკვირდით, აქ არც სტილი არის გამოყენებული, არც შეხედულებ ვიდი. თუ კომფორტი, რომ თავი იგრძნო კარგად, ხო, რა თქმა უნდა. თუ კომფორტს ანიჭებ მნიშვნელობას, ან მარტოხელა დედა ხარ, ან ხიხო. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიდი. შემდეგ, კონცერტებზე ხშირად დადიხარ, როცა შესაძლებლობაა, იშვიათად არა. თუ შენ მიუთითე, როცა შესაძლებლობაა, ხიხო ხარ, იმიტომ რომ ხიხოებს უყვარს წარამარა კონცერტი. რო არ გამაზავენ რა პონს. აი რო არ ჩააგდებენ ერთ იმას გასვლას. ხიხო ხარ. იშვიათად თუ დადიხარ, აუცილებლად ხიხო არ ხარ, მაგრამ ეგ ხიხოებს უყვართ რა, აი კონცერტი, ფესტივალი, რაღაცა წავიდნენ ეგრევე.
შეგიძლია თუ არა რომ ყოველდღე გქონდეს სექსუალური აქტი? კი ან არა? თუ ამაზე პასუხი არის კი, მაშინ ან ხიხო ხარ, ან ნიმფო გოგო. იმიტომ რომ ზანგებს შეუძლიათ ეგეთი რამე, მარტო ყოველდღე და დღეში რამოდენიმეჯერ, იმიტომ რომ სხვა განქონება არა აქვთ რა. ეს ძალიან ცხადი არის ჩემი აზრით. შემდეგ, მუზეუმებში და ძეგლებთან თუ იღებ ფოტოებს? კი თუ არა? თუ იღებ ხიხო ხარ? ხო ხდები? 10 წელი ვცხოვრობდი საფრანგეთში, ერთი ფოტო არ მაქვს ეიფელთან, ერთი ფოტო არ მაქვს ლურში. რატო? იმიტომ რომ ჩემთვის ეგ ყოველდღიურობა არის. ხიხოსთვის არ არის ეგ ყოველდღიურობა. ხიხომ უნდა გამოაჩინოს, რომ აი ესეთ ადგილას იყო. ხვდებით? ამიტომ, ჩემი ბრალი არ არის რა, თუ ვინმეს გეწყინათ მუზეუმებში. შემდეგ, შეგიძლია თუ არა რომ სურამელაშვილს მოусმინო და ისიამოვნო? თუ კი, მაშინ ხიხო არ ხარ, მაგრამ შეიძლება იყო, თუ არა გარანტირებულად ხიხო ხარ. შემდეგ, შეგიძლია რომ ყველგან დაიძინო? ხიხოებს აქვთ რა ეგეთი ჩვევა, რომ აი თავისადაც იდება, ყველგან ეძინებათ. თუ არ შეგიძლია ყველგან დაძინება, მაშინ ხიხო არ. აი ხიხო არ ვიცი, ბალიში რომ აი სკამზე ზის, აი ხო ბალიში რომ მოსე რომ დავიძინო. აი ეგ არის ხიხოს ჩვევა. ხიხოს შეუძლია რომ ყველგან ჰპოვოს საკმარისი კომფორტი რომ დაიძინოს. და მგონი ბოლო არის. ქუჩაში სიარულისას. და აქ ორი ვარიანტი გვაქვს. თავს მშვიდად ვგრძნობ, ან მეორე დაძაბული ვარ. გაახმოვანე შენი ვარიანტი. ეჭვი მაქვს რომ ძალიან გაგახიხოვე უკვე და უკვე ნერვებზე ხარ რა, ითხრები უკვე. გრძნობ მაგას. შეიძლება არც. ესე იგი, თუ თავს მშვიდად გრძნობ, შენ ხარ ხიხო. რატო? იმიტომ რომ თბილისში, თბილისელი, მშვიდად ქუჩაში ვერ ივლის. იქ მტერი შეიძლება იყოს, იქ ყოფილი შეიძლება იყოს, იქ ტერიტორია არის, რომელზეც ბიფი ჰქონია. იქ ის, იქ ეს. იქ შეიძლება ვიღაცა ახლობელმა ჩაგიაროს და ხომ და მიესალმო და ინახო. ამიტომ დაძაბული ხარ ყოველთვის. თუ ხიხო არ ხარ, ქალაქში როცა სეირნობ ქუჩაში, უბრალოდ დადი ხარ. თბილისში სეირნობენ ხიხოები. დადი ხარ. დაძაბული თუ არ ხარ, ხიხო ხარ. როგორ შეიძლება რომ თბილისელი ადამიანი არ იყო დაძაბული? ან ქუთაისელი თუნდაც, ან ბათუმი ახლა ისედაც. აი, ბათუმი საერთოდ. აი. ლოგიკა არის. რამდენად 100%-იანია ეს ტესტი, მაგაზე შეიძლება დავა. მაგრამ ლოგიკა არის და ვერ გაექცევი და ზოგიერთი ისეთი მომენტია, სადაც ლოგიკა 100%-იანია. ამიტომ ეს იყო ხიხო ტესტი, რომელიც საიდანღაც ამოუქეკე, არ მკითხოთ საიდან 2020-2021 წლის, ნახავ ახლა მაინც ფაილის შექმნის თარიღს. და იმედია გაერთეთ, დროებით ნახვამდის.